უნდა ვასწავლოთ არასთქმა, იცით, რომ ბავშვმა უნდა შეძლოს თქვას არა და გაუწიოს წინააღმდეგობა იმ შემოთავაზებებს, რომელიც მას სამყაროდან ექნება და არჩევანის გაკეთების უნარი თუ არა აქვს და ინიციატივა თუ ჩაუკალით, იმიტომ რომ ყველაფერს მეუკეთებ და დედა გენაცვალოს პირი გააღება მთელი ცხოვრება და არ შეგცივდეს და იქიდან არ გადმოვარდე და ის ხელი არ მოკიდო, არ გაიჭრა, არ გაცივდე, მას უკლავ ინიციატივას, ავტონომიურობას, წინააღმდეგობის უნარს. ამ პირიქით ზამბარა მუშაობს და შეიძლება ისე გამხეცდეს, რომ მე საერთოდ რაღაცა უკიდურესი ქცევა მივიღოთ. აქედან გამომდინარე, ის ნორმის ფარგლებში და მისი ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით ნებისმიერ ასაკობრივ ზონაში უნდა კონდეს ადამიანს არჩევანის გაკეთების საშუალება. რა თქმა უნდა, მშობელს უნდა აწყობდეს ის არჩევანი იმ შემთხვევაში, რასაც აკეთებინებს ბავშვს. ანუ პირობითად ზამთარში თუ ბავშვს უნდა ტრუსებით გარეთ გასვლა, მშობელმა ეს უნდა აარჩევინოს ორ სვიტრს ან ორ რაღაცა თბილ ტანსაცმელ ქურთუქს შორის, რომელს ჩაიცმევს. ის არც უნდა განიხილოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პატივისცემას, იმიტომ რომ მე თქვენ მიყვარხართ, შეიძლება დაგახჩოთ ამ სიყვარულით და გაგანადგუროთ კიდევაც, იმიტომ რომ აი თითქოს ადამიანს თან თქავს ამ თავის სიყვარულით ადამიანს და მე თქვენ პატივს გცემთ, ესე იგი მე თქვენ გაღიარებთ როგორც პიროვნებას, გისმენთ და მნიშვნელოვანი ხართ ჩემთვის.